ხევაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისას საჯარო სამსახურში სამუშაო გამოცდილების ქონა სავალდებულო აღარ იქნება. დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის ხელმძღვანელ პოსტებზე პრეტენზია შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმაც გამოთქვან. უმრავლესობის გადაწყვეტილებას დარბაზში მხოლოდ 2 მოწინააღმდეგე ჰყავდა. მათგან ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მიშა ბოლქვაძე იყო. დღესვე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ კახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატთა უმრავლესობა მის ინიციატივებს მხარს არ უჭერს, რის გამოც მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს. დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადოს. თემის დეტალები ჩვენს მთავარ გამოშვებაში. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში გვაქვს სხვადასხვა ცვლილები, საკრებულო მაინც აგრძელებს ძველი მეთოდით, ანუ ნაციონალისტით მუშაობას. აქედან გამომდინარე, მე როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი 3 წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდი ვერცერთი წინადადების გადადებას, ანუ ჩემი ფუნქციის შესრულებას და მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათი პოლიტიკის გატარებას, მათი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ასეთ საკრებულოს მუშაობას და შემდეგ საკრებულოს სხდომებს აღარ დავესწრები ბოიკოტის მიზნით. ყველას მივეცი საშუალება აბსოლუტურად, რათა დემოკრატიულ ჩარჩოებში, სამართლიან ჩარჩოებში ჩატარებული ყველას ქონოდა უფლება მიიღო საკონკურსო კომისიაში მონაწილეობა, შეეტანა განაცხადი და აბსოლუტურად ყველა საშუალება მივეცი ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც დღეს დაამთავრა უნივერსიტეტი, ან იცით სვათაშორის მინდა აღვნიშნო, ხევაჩაურის რაიონიდან ბევრი წარმომადგენელი უცხოეთში უნივერსიტეტებში ღებულობენ განათლებას და ყველას მივეცი საშუალება, რათა მიიღოთ მონაწილეობა და აქედან გამომდინარე დანარჩენს საკონკურსო კომისია გადაწყვეტს.